იესო ზეთის ხილის მთისკენ გაემართა. Socrates vardu turbai vorbo koral tim. დილით კვლავ მივიდა ტაძარში. მთელი ხალხი მასთან მივიდა, დაჯდა და ასწავლიდა მათ. Amaki aurojur. Karajvak yuron. ციგნობრებმა და ფარისევლებმა მოიყვანეს ქალი, რომლისთვისაც რუშობაზე წაესწროს და შუაში ჩაიყენეს. უთხრეს მას. მოძღვარო, ეს ქალი მრუშობაზეა წასწრებული. მოსემ კი რჯულში მცნებად დაგვიდო ასეთების ჩაკოლა. შენ რაღაც ითქვა. ამას გამოსაცდელად ეუბნებოდნენ, რათა მისი საწინააღმდეგო ბრალდება ჰქონოდათ, მაგრამ იესო ძირს დაიხარა და მიწაზე თითით წერდა. რაკი დაჟინებით ეკითხებოდნენ, გასწორდა და უთხრა მათ. ვინც თქვენ შორის უცოდველია, პირველად მან ესროლოს ქვა. კვლავ დაიხარა და განაგრძო წერა მიწაზე. მოისმინეს რა სინდის მხილებულებმა სათითაოდ გაიკრიფნენ, უხუცესებიდან დაწყებული, დარჩა მარტო იესო და შუაში მდგომი ქალი. გასწორდა იესო, ვერ დაინახა ვერავინ. იმ დედაკაცის მეტი და უთხრა მას. დედაკაცო, სად არიან შენი ბრალმდებელნი? არავინ დაგდო მსჯავრი? მან უპასუხა. არავინ, უფალო. იესომ უთხრა. არც მე გდებ მსჯავრს. წადი და ამიერიდან ნუ ღარ სოდა. Kispar takaricen. იესო კვლავ ეუბნებოდა და უთხრა მათ. მე ნათელი ვარ წუთი სოფლისა. ვინც წამომყვება ბნელში აღარ ივლის, არამედ სიცოცხლის ნათელი ექნება მას. ფარისევლებმა უთხრეს. შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე. შენი მოწმობა არაა ჭეშმარიტი. იესომ მიუგო მათ პასუხად. მე თუ ჩემ თავზე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა ჭეშმარიტია, რადგან ვიცი საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ ხორცის მიხედვით განსჯით, მე კი არავის არ განვსჯი. მე თუ განვსჯი, ჩემი მსჯავრი ჭეშმარიტია, რადგან მე მარტო კი არა ვარ, არამედ მე და მამა, რომელმაც მე მომავლინა. თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია. მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა, რომელმაც მე მომავლინა. მაშინ კითხეს მას. სად არის მამა შენი? იესომ უპასუხა. არც მე მიცნობთ, არც მამა ჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამა ჩემიც გეცნობებოდა. ეს სიტყვები წარმოთქვა იესომ საგანძურთან, როცა ტაძარში ასწავლიდა. ვერავინ შეიპყრო იგი, რადგან ჯერ არ დამდგარიყო მისი ჟამი.